მოკლედ ძვირფასებო, მე მგონი ეს უკვე საღამოს ვლოგი უნდა ყოფილიყო. ზუსტად არ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ. არც ის მახსოვს რას ვაკეთებ, მუსიკა აღმოვაჩინე და მაგიტომ არის რომ იმას ვქენი რა ქვია. დავადუმე. აჰა, ხო, აქ ლობიო გავაკეთე. და კოდირძი დამის კუპდა წინასწა. დედიკო მოვამზადებ მეთქი და მერე დაგიძახებ მეთქი უთხარი გავუშვი იქეთ. ეს არის გუშინდელი ვლოგი, რომელიც ვერ დავამთავრე. და იმიტომ რომ სულ მუსიკები არის ჩართული გინდ მულტფილმებში, გინდ ისე. აქედან გამომდინარე მიფუჭდება ვიდეოები. აჰა, აქ ადამ გეგამომარტყაო. ხო და მაგიტოც კმუტუნებდა. ლობიო დავუსხით ანადას. და ჩეკი მეთქი, ძალიან კარგად გემრიელად მიირთვეს გოდემ და ადამ, იმიტომ რომ გოდეს ძალიან უყვარს და მეხვეწებოდა დედიკო იმ ლობიანი არ გააკეთო, ის გამიკეთეო ლობიო და ლობიო გავაკეთე. და ძალიან გემრიელად მიირთმევენ ლობიოს კიტრთან ერთად. ხორცი არ უყვართ ჩემ ბავშვებს, წარმოიდგინეთ ისე როგორც ლობიო უყვართ. ხო, იმას გეყვებოდით, რომ მუხა მოვიდა, პარასკევი, დღე იყო გუში, 12-ის მერე მოვიდა ჩვეულებრივ, მაგრამ მოუწია ჯგალში წასვლა. ხო და აქ წუწუნებდი იმაზე, რომ მე ფეხზე ძლივს ვდგევარ, ანუ ძალიან მქონდა საშინელი დღე მქონდა გუში. ძალიან ისე ვიყავი, არ ვიცი. გადაღლილივით, არ ვიცი რამ დამღალა და მოკლედ თხოვე რომ წაიყვანა ბავშვები, მაგრამ ჯგალში წასვლა არჩია, შენ წაიყვანეო კინგბოქსეო და მაგაზე ვდუდღუნებ, ბუზღუნებ, თუ ვწუწუნებ, რა ვიცი ხოლმე წუწუნს არ ქმევენ ჩემს იმას. ხო და უბრალოდ ერთი დღე შემენაცვლე და წაიყვანე მეთქი და რომ ვერ წაიყვანა, ვერც მე ვერ წავიყვანე, ვერანაირად ვერ წავიყვანდი, ისე ვიყავი და დამჩნენ ბავშვები გუშინ სახლში. აი ამაზე გებუზღუნებოდით. ეს კავები მიყვარს ძალიან. მაქვს სამფერში, წითელი, მწვანე და ვარდისფერი. ოღონდ ვარდისფერი ესეთი კარგი ხარისხის არ არის. ამას ნებისმიერ ადგილზე ჩაიცვენ, ანუ ქალაქშიც მაგალითად რომ წახვალ, სუ ახალია და რაღაცნაირი ისეთი ისაა ნაჭერი და ვარდისფერი არ არის ისეთი. ვარდისფერი მხოლოდ სახლში თუ ჩაიცვე. და მოვიდა აქ და გინდათო ლექსი გასწავლოთო, გეუბნებოდათ. კიდევ რა ვიცი, იმდენი რამე გითხრათ, კოცნები გამოგიგზავნათ. ნახეთ, უყურეთ, რეებში ამ ყველაფერს ვერ ვხედავდი, სიმართლე რომ გითხრათ, მარტო ხმები მესმოდა, ნახეთ, კოცნებს რო გიგზავნი, დედას გემრიელი გოგო. ხო, ჯერ მოგესალმათ, როგორ ხართო?
აი როგორც მიგესალმებით ხოლმე ძვირფასებო, გეგამ და ადამე გიციან და ისე გესალმებათ და მე გინდათო ლექსი გასწავლოთო. მოკლედ გავაკეთე ხორციანი წვნიანი. ბევრი არ გავაკეთე, ამიტომ ტაფაზე გავაკეთე. პატარა კუსოკებად დავჭერი. ხო და უყვართ ამათ და ასე რომ ცრუხის ხორცისგან არის კარგად ამოხაშული უყურეთ. მოკლედ ესე. მედია შეჭამენ ახლა ამას მაინც. ego მოეწონა. ego სუნელი მომიტანა მუხამ. ego სუნელის გარეშე ეს არაფერია. ის ორი გავავსე. ეხლა მას იქ რა არის დე? ego ყურე ოჩა დე, დაიცა მაჩვენო. და კარგად დაგიხატია დედი. მაჩვენ ო შენზე კარგა ხატავს გეგას ნახატი. ეს ბაშენონი ყო ხატვაზე დადიოდა ბავშვი ეხლა არ არის დე? მიდერი გაჭამე. ego ხატვაზე დადიოდი წვენიც ჭამეთ. ego ადი. ego ხატვაზე მიდიოდი არა დედა რა. ხმას ჩაუწიე და ვიდეო მაქვს შართული რა არის. დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ. დღეს არის რომელი რიცხვია? 19 თუ 20? 20 მოკლედ არ მახსოვს. არ მახსოვს. 20-ია მე მგონი. ხუთშაბათი იყო 17, ხო? ხო, ოთხშაბათი იყო 17. ვიცი ოთხშაბათი იყო ნიტაზაბადების დღე 17. ესე იგი, ხუთშაბათი 18, პარასკევი 19, 20 არის დღეს. ანუ 20 არის დღეს. მოკლედ მე არაფერს ისეც არ ვაკეთებ, ეხლა ფაფას ვაკეთებ. გეგას რა თქმა უნდა ჩაი ენდომება. მეც ამიტომ კარგი. ჩაის გავაკეთებ. მე ლიმონი უნდა ჩავაგდო ამაში. ცოტა გავუკეთებია ნადები და ცოტა რო არის მაშინვე უნდა გაილეცხოს და მერე ვსო. აღარ ექნება. ამან იცის მხოლოდ ქვემოთ ძირში. ოდნავ ისიც და უცებ ლიმონს რო ჩავაგდებ და ესე დავდობებ მთელი ღამე. მერე აღარ იმაშვება ხოლმე. ეს მამაშენი საწავიდა. არაფერი არ მაგას არიცი ერთი ჭიქანე და მარტო წოხელის მაწონი რო დავამთავრე. ეს უნდა მომაძროთ ვერე. ოკეი.
მე რო ყავა ამომა, გაბად 2 ჭიქა ყავას უდრის. მუხიკო გუშინ ჯგალში იყო და ჩემი დედამთილი რო არ იყო 20-ზე რო იყო წასული 20-ზე მუშაობს ხო და ლიკაც სხვათა შორის მუხრანი მეუბნება ეხლაო მე სწავლებას რომ მორჩება 2 კვირიანს ავიღებო და შენ ზიარიო 2 კვირა მოწზე თუ დაგიმატაო ვინმე მშკუბში თუ დამატავინე მდივით არ მიმუშავია აი ამდენი წელია რაც ეს ბავშვები შემეძინენ ჯერ აი ესე თელი თხით და გარეთ რა თქმა უნდა გინდა მზეზე და ასე შემდეგ და მაინტერესებს იმათე რომ გითხრათ არ მაინტერესებს მეთქი მოგატყუებთ როგორ გავუძლებ ვარ თუ არა ისე როგორც ვიყავი და არაფერი რო არ მღლიდა მაგრამ თუ იქნა მაშინ მოცვობა ისევისა ბრინჯი ბასმათი იყიდე 1 და 4 მაშინ და 1 ბასმათი კი მქონია ჯერ ხალია რომ არის სუნელი მომიდანა მუხამდა всё აწი შევძე საჭმის გაკეთება წარმოგიდგენ მაგის გარეშე ვერაფერს რო ვერ ვაკეთებ ან ცალ-ცალკე უნდა მქონდეს ის სუნელები და შევაერთებ და ისე კი არც ცალ-ცალკე მქონდა არც ისე მქონდა და თან აქ მე ისეთი სუნელი ვერ ვიყიდე რამდენი ვიყიდეთ საჭმელს მაინც გემო არ ქონდა ბევრს უშვებოდი მაინც არაფერი არ იყო და მე მითხრა ვიღაცა ქალმა რომ აქ იმას უშვებიანო მოხალავინო სიმინდის ფქვილსო და იმას უშვებიან და მაგიტოაო გემო რო არა აქვს სუნელი ცოტა აქვს რა თქმა უნდა მაგრამ მეტი აქვს ეს სიმინდის ფქვილი მოხალული გოდე ცარიელს რატო დგამ ცარიელი არა გავსე და ისე შედი ხოდა ეგრეულ ფრად იმან იმოგაძრობენ თავს და სქრიაო და აქ ისე კი შევამჩნიე სადღაც ისა ხორცაკები მანქანა და სუნელს აღზადებს ის ქალი მისგან არ მიყიდია არასოდეს და ისე კი მაინტერესებს აქვს თუ არა ისეთი იმიტომ რომ ხორცაკები უდევს და მე რომ მოვყიდულო წალენჯიხაში მაგალითად ქალისგან ყველგან აღზავნის სად არ აღზავნის და თბილისში სხვა ქვეყნებშიც ვაგზავნე იმიტომ რომ შეკვეთებს აძლევენ და ბევრი მიაქვს ცოტა არ მიაქვს ამიტომაც ამ ბიზნესმა რომ გამოიღო შედეგი რომ კარგს ყიდის არც შეუძლია არც არაფერი არც რამე იმით ამდიდრებს რომ ოღონდაც გაყიდოს სიმინდის ფქვილის გულისხმობდა გინ სხვა რაღაცებს არ ვიცი მაგიტომაც არის რომ კლიენტებს არ კარგავს და მეტი და მეტი ყავს და მივიდეს მე ჩემი ამბავი რო ვიცი აი მე რამდენი ხათია არ მინდა უკვე მეც ამდენი ხათი სიმართლე რომ გითხრათ
დამყარია. ეს ჭიქები წითელი გამიყრა და მე მგონი ეს ორი დამრჩა ეხა. всё. მე მგონი ეს ორი დამრჩა. მეტი არ არის ალბათ ეს ორი დამრჩა. კარგით, მე სანამ დავისხა მამას. კალა და სანამ ამას მე დავლევ. მანამ ჩაის გავუკეთებ ამათ. აფას ვაკეთებ. ზეს მოვადუღებ. სადა შემიკავა. მომანდე. სადა. ესა არა აქ მაგიდას ერთი აყანყარება უნდა და რამდენჯერმე ვარყი ამას თავი ვერ წარმოიდგენთ ხო? ადესა ხო თქვი არ გაძლევთ მეთქი ხო? ო სანამ ერთმანეთის სიყვარულს არ იხსნით სულ როცა ემატყებაში გყავთ ერთმანეთი მანამ არ გაღირსებთ მაგ ტელეფონს არა რო არ გაქვთ ერთმანეთს არცერთ ხო და როცა დაჭკვიანდებით და რაღაც ნივთის გამო ძმები ერთმანეთს არ დახოცავთ აი მხოლოდ მაგ დროს მოგცემ ეგა ani მეცა მოგწერე ჰა? ani მეცა მოგწერე მაინც არ მცალია რომ ყოფილიყო მაგრამ არ გამიგია ხმა იყო გოდე ხმა რამე იქნება დედიგო რეკლამა მესიჯი თორე მე ეხა ვინ მომწერდა რა ვიცი ეს რო იყიდე წარმოიდგინეთ მაქვს და არ დავმიყენებია შაქრის შემცველი გემო არ მომეწონა და გავაკეთე მართლა არ მომეწონებოდა რაღაც საცუდაობა გემო აქვს გუში ნაყენი ვჭამე რომ უსვანდი კოკილი ჯერ არ ამიწონია აუცილებლად მაინტერესებს 58 და 600 რო იყავი დღეს რამდენი ვარ ადასაც გავუკეთებ მარტო ჩაის სუნზე კოდე სულგუნი გინდა დედა სადა მოკლედ ჩემმა დედამ თვითონ მითხრა მოგიანი რომ წაიღო ცხელი რომ იქაც ხო არის კაცო საცხობები გოდეს ხო უყიდე შარშან რაღაც როთხოვო იქა დაგიცხელებენო ფულსაც როზე მაგალითად 1-2 ლარი 3 ლარი რო იყოს ხო მოყოლდაც ბავშვმა რადგან ცხელი უყვარს გებას მიკროტალღუში ახალი ვითა ეს განაცხელები და წავიდებ მე მაინც სტილით გამოაცხობ 10-ზე და დავიდეთო მე მგონი ესე ითქვა გოგულეთში რო წავალთ და დილით გამოაცხობ ესე რბიდან დავიწყებ გამოცხობას 8 საათიდან ცხელი შევხვიტო და ისე წავიღო მე არ მიყვარს წინა დღეთ რო აკეთებენ და ის რომ არ მიყვარს ამონკარი კი ძახიან მეორე დღე არაფრად არ ვარ მერეო მაგრამ რა არის ხა ისეთი 5 ხაჭაპურის გინდათ ის გამოცხობა. კი, ყველა ერთნაირები არ ვართ, გასაგებია მესმის, მაგრამ მე ცივი არ მიყვარს. თვით უმეტეს მერე რომ ადამიანებისთვის მიგავს. ხო, რამდენი წავედით, იმდენი მე დილით ვაცხვე. ან 3 საათზე, იმიტომ რომ 4-ზე გავდიოდით. ხო დედა. რომელიც საათზე მივიდივარ ქობულეთში. 10-ზეო დედიკო, მაგრამ ჯერ არა 4-ში მივდივარ. 4-ში. იმედია, კაი ამინდი იქნება და შეირგებენ ბავშვები, იმიტომ რომ სულ კი არ დადიან ესენი სადმე და
იმედია კაი ამინდი იქნება. ხუთიანი წვნიანი რო გავაკეთე გუში. ერთი თებში არ იქნება დაჩვენეთ მე. ერთი თებში კი არა. ერთი თებშიც არ იქნება. სულ ცოტა დაჩვენილი. გამაშაქარი ჩავყავი წამს. რო არ დამავიწყეს და რა იყო მაგ? კოზი ჩავარდა. გოდე მიეციდე და იმას ნასკი, ხო ხედავ რომ გაყვირის ნასკია. თითქოს და არ იცოდეს თუ უნდა თვითონ გამოიღებს ადაზე მაქვს საუბარი, თვითონ ჩაიცმეს, თუ ხასიათზეა. არ ვიცი ვის გავს ეს ხასიათებით. საერთოდ. თუ ხასიათზეა თვითონ უნდა გააკეთოს ყველაფერი და თუ არა და უნდა ემსახურა. ესეთია. სალარომ გექნება ხინგალს გააკეთებო გუში მთხოვდნენ მაგრამ სულების არ მქონდა უფრო მეტად მაგიტომ ოხში რა ცხელი თებს მომიტან რომ ნასწავლდეს ყოს ვინია ყოს ისე ესე იგი ხა ვიდეო დავაპაუზე წონა მაინტერესებდა რა ქნა მეთქი იმ ჩემმა ორმა ნაყინმა ხო და ნაყინი რო ვჭამე და ერთი კიტრი შეჭამე და ორი პომიდორი კიდე შიოდა ვარდებოდი ხო და 1 კილო მაქვს მარტო დაკრება 67-დან 600 გრამი ვარ. დედიკო. 67-დან 600. მაინც არ არის ცოტა. კარგია. ხო დედიკო. აკეთავიღო. სადიქე? არა. ტელევიზორი გამორთე. ხო და ეხა ჩემო სპირთასებო რახან ასე. კი ჩემმა იმან ეხა ტელეფონი რომ არ აქვს, ეხა ტელევიზორს სუდუნებამ. რომ ასე გადამარტყა რომ კაი 2 კილო ვერ დავიყელი, იმიტომ რომ ჭამე. ნაყინი გავაკეთე. ხო, ჭამე, ჭამე. 2 არა. რამდენი შეჭამე? რა? ნაყინი. 2. არა? 3. მამიკომ წუხელხამი ხომ მოვატანი 1. კი? 2 სენდვიჩი შეჭამე. უჩელი სამი სირცხვილი ხალხო, მაგრამ სიმართლე. არ მიყვარს და სხვანაირად არ შემიძლია. სიმართლეს გეუბნები. 3 ნაყინი, 1 კიტრი, 2 პომიდორი.
კი, ორი პომიდორი ეს ჭამე. არა, ნაყინი იყო სენდვიჩი, პეჩენიები რო აქვს. აი ის და ბოლო ისე იყო ჭიქის. ასე რომ მაინც -1 კილო. სუფთა. მე გუშინ არ ვიცი რა შეჭამე. დაიცა მე რა მინდოდა დედა? წვადიო თუ რაღაცა ხან წვადი. დაგიხადაო მუხა მეუბნება რაღაცა ამას გონია ეხა მართლა რამეს იზამდა მუხტანი მაგ. წვადს მოიტანდა რამეს ელა მოიტანდა. ხო და დედიკო ეს მეუბნება ოჩარყია. შენ არ თქვიო როგორ მითხარი დედა? შენ არ თქვი რომ ქობულიათამდე 54 კილოგრამი უნდა იყოს. სად ვისთან თქვი? ქობულეთში. ვისთან თქვი? სკოლაში გოგოები, მშობლები. თქვი, აი ასე იქნება მეთქი. თორე და მითხარით მეთქი, აი ამას რო იძახოდი. ხო და კიდევ კაი რო გოდემ შემახსენა ეს. იმიტომ რომ დარღვეული მეკებოდა და რამეს შევჭამდი. ხამე. გუშინ კი შეჭამე ნაყინი. ნაყინი კიდე დიგო ნაყინს მაინც 1 კილო არის და ეხა რა უშავს გავწვალდები და იმას ვიზამდა ქვია. დავიკრებ მაინც. შე დამჭა დრო. რამდენი დამჭა? 31-მდე. ხო? არა, 4-ში მივდივარ. ხო, 4 კილო მაქვს ხალხო დასაკლები. მეტი მინდა მე მაგალითად. მაგრამ თავადია ამ 4 კილოს როგორ მე დავიკლებ. თუ ამას გააგრძელებ? გავაგრძელებ აგეთ, ერთი მაწონი კიდე მაქვს დაპასად. კიდე მაწონი უნდა ვიყიდო უბრალოდ დღეს. ყავა არ მაქვს. დედიკო? ყავა. დღეს ყავა და მაწონი უნდა ვიყიდო? არის დიდი დღეს ეხა ვალების გაცემის დღეა. თორე დაგეცალე. მინდა თაფლი. გვინდა თა. მიდი დედა ლიმონი მომიტანე, მიდი. მიდი ლიმონი ამოაჩინე მან. ცელოპანი სავსე ალინდოდი და ის რომ მომიტანე არ პატარა სკულუნდულა. არაფერი არ უნდა გადააჭარბოთ. ხოდე. ხო, რა თქმა უნდა, ჭამას დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოიმატებთ. დედა, ლიმონ? ხო, ლიმონო, ლიმონო. მადლობა. ლიმონი. ასეა. ჭამას რომ დაიწყებთ, რა თქმა უნდა, მოიმატებთ, მაგრამ ნებისმიერ დაკრებულზე გინდა ჯანსაღად რო იცოდეთ, გააკეთოთ და მერე ისე ვის დაიწყოთ, ნებისმიერზე მაინც ასე დაგემართებათ ხალხოდ, ასე რომ მე ჩემთვის როგორც ანუ არ არის ჩემთვის კომფორტული 200 გრამი და 100 გრამი მინუსი გინდა 300. როგორც მე კომფორტულება რომ აი შედეგს რომ ხედავ უცებ, ხო? აი იმას ვაკეთებ. Why always nuts? ასე რომ არავის არ ვეუბნები რომ არ იქა გააკეთე. მე ამას ვაკეთებ უბრალოდ, იმიტომ რომ მე მინდა ეს. და ჩემი თავისთვის ვაკეთებ, სხვისთვის ხო არ ვაკეთებ. Lemon. Rameli puri gamoitaro. Es lurgi parkit. Ha? Ha? Come on out, I need to do a Halloween.
დავჭრაულ რა. შენი მოტანილი დევსი ის თუ მინდა. ის მინდა იმისთვის კარაქის წასასმელად. არა. მაგრამ ესეც კაია. რაც მოჭერ. ის. მოიცა მოჭერი ისე იდო. ვიცი, ის მინდა კარაქის წასასმელად. ის შენ რომ მოიტანე ის უფრო რბილია შენის თუ გინდა. აი. რბილი თუ გინდა გამოიღე მეორე პარკშია. აი ნახეთ ეხა. აი უყურეთ ეხლა. ეხა სანამ ამას დავაკეთებდი, იყავი ძალიან კარგი. ეხა ხო გავაკეთე და დამეწყო უკვე შიგნიდან. ამას სამი შილებს გექცევით, სიმართლეს გეუბნებით. ამას რომ ვიმზადებ და მთელი დღე ამაზე რომ უნდა ვიყო მაგალითად იმის შეგრძნება არის თუ რა არის ვერ ვხვდები. დადი ყვალი. უბრალოდ ეხლა რომ კარგად ვიყავი, ეხლა ასე ვარ. დამეწყო უკვე შფოთვები. ცოტა რა ცოტა. რა დედა? არა. ცოტა. მარილისა, დედიკო, მაგიდან გავეცხა თუ გინდა. არა. არ გავეცხო, შენ სველი არ გიყვარს. სველი? რატომ არა რბილია? არა, არ ბიგმა. სუფთა ხომის ყველი იყო ეგ ძუქასებო, მაგრამ დედიკო, მარილისა. ეს. ასე ჭამე ზანგები. ყველი. ყველი. რა მომიმაყამეთქი რომ ვიძახები. გოდეცი. რაიმე დავიღალე. ხო ხედავთ ეხა თუთიყუში ვითი მეორე და ჩემს ნახვა. ხო, ესე იგი ის თქვა მინდოდა. ყველი დიეტის დროს არ შეიძლება თურმე არაფრის დიდებით და ამას მე გეუბნებით ჩემი გამოცდილებიდან საერთოდ მთელი დღე გუშინ წინ მთელი დღე კოქტეილზე ვიყავი და იმდენად მშიოდა უკვე ხამე ფილმს რომ უყურებდი მოვინდა ყველს შევჭამ მეთქი იმიტომ რომ სხვა საჭმელი არ ჭამოთ ხო და ყველს შევჭამ მეთქი სამი ნაჭერი ყველი შევჭამ მოყოლდა აი ესეთი დიდები შევჭამ სამი ნაჭერი ბავშვებს გეფიცედით დაკლებული არ მქონდა არანაირი გრამი ხო გითხარით გუშინ ვიძახოდი ვიდეოში საერთოდ 1 გრამიც არ მქონდა კლება და რა მიქნა ეს ყველმა ყველი არ შეიძლება ბევრი ვინც ჯანს ახლა კვებას ასწავლიან დაჟე ისინიც კი ამბობენ რომ არაფრის დიდებით როდესაც იმაზე ხართ დიეტაზე ვარ დავიცი მე რამდენი მოვისმინე რომ ესე არა ხაჭო კი მე მგონი ხაჭოს მიიქნება ყველიმე რამოდენიმე ადამიანისგან მოვისმინე რომ არა სალათასთან მაგალითად და რაღაცასთან მე მგონი ერთ ნაჭერს ატარენ მაგრამ ისიც სუპატარას მაგრამ მე ეს მომუსმინეთ ამაც ერთვაძეს და იმან ესე თქვა რომ არა ველი არა არაფრის დიდებით დიეტის დროს ასე რომ ძვირფასებო მე რაც ზუსტად გევიგონე იმას გეუბნებით ეხლა ეს კარგად უნდა გაერთიანდეს აბა მინდოდა მაგრამ გამახსენდა რომ გეგა ქალაქი ამ პოულს ელოდება გამოწოთოზე ხაჭი ეს გენგულიას სადარის თეთრ პურზეს, მაგრამ თეთრ პურზე გიორგი როფიანაძილი გიორგი ქვია იმ ბიჭს. დიებს? იმან თქვა, როდესაც დღის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლიათ რომ ეს მიღებული
დავხარჯოთ, რომ რატომაც არა ნახევარი მაინც რო იყოს. ასე 1 და 2 ნაჭერი არ გულისხმობს. მე რაც მოусმინე. ხაჭაპურის ცამი მინდა მოზილო. რაიცი მუხრანი ადა უნდა დაიტოვოს, მაგრამ მე მგონი მუხრანიც მოვა მერე მანქნით ჩვენთან. ჩვენ ადრე რომ მივდივართ, ის მოვა მერე ცოტა ყიან. ადა რო გაიგებს მერე ქობულეთში ვგულისხმობ. გაზზე რო ყავს იმდენი არ უნდაო და აქედან გამომდინარე ჩვენც მოვალთო იქ. აქეთ ვფიქრობ რომ მე აქეთ მუხას გამოვიყვებით. აქეთ ვფიქრობ გამოვიყვებით. დიდი ოთებში არ გვაქვს? უნდა დიდი ბაქო წდები შენ. ძალიან ვლამაზოა მე ეს რო ჩანს აქ. პური პარკებით დროდებს. ცელოფნებს აქ რო ვინახავ იქ უშენ ყველაფერი გამომიდე იქეთ წავიდე. საგუწნაოში. კაი ეს ერთი პური ვარ შევა ერთხა. მამიკოს დაურეკე ერთი შენ და პური წამოიღეთ ხო? სარეცხი მინდა. ეს ნაგავში ჩავაგდეთ მაგ ეხა პარკები. და პალეტის ქაღალდი მოგეთ ყველაფერი მინდა ეხლა. დადიკო, ბევრი სპოილად არ გააკეთო, ბევრს არ ჭამს. მაგრამ ცივს ხო ჭამთ, მე მაცივარში არ გავაკეთე, ბევრს ოთხ ნაჭერს გავაკეთე. მაცივარში როდეს ცივს ხო ჭამთ? გოდერძიც კი 1 კილო იყო ეხლა დაკლებული რო ავწონე. გეგა მობძანდი. რომელია ჩემი ჩაი? აგერ. შენია დე. მე ყავა უნდა დავდიო, წყალს დავდიო და მე ყავას დავდიო. ადა, ჩაი. ჩაი. კაი, ადა სანამ არ გაცილდება არ მომარა, ეხლა ჭამე შენ. აი უნდა ვგვრეტო პურო. აგეთე. ადა გეგა გასინჯე აბა მე მგონი პატარა ჭიქა არ უნდა, იმიტომ რომ დიდი ხანია დგას. მართლა. არ უნდა ხო? რა? არ უნდა. ანუ ესე რატომ გააკეთე თავი? კაი, დავჭდები, კარგი. ალათ იტყვი. ყავას დავდებ. მოვაძროთ ეს სატენიდან. აი. როგორ უნდა უთხრა? მოგეშალმებით? ჯვილ ფაშებო. ჯვისაბებო. მე ლექს გასწავლი. ლექს გასწავლით ადა.
თქვი. იაია დაგიკრიფელუჩთან ანაკავშირია დედათკიდე გასახული ერთა მამინაცლია. ოჩ. არა, დედის გაუნდა. აბა. აბა ისიც ენჯელა და ია ფაიტონჯეშია. ჩამომარდა ია კაბადაეხია. ნუტირი ხალია აბასკიდია. მე ახა. ნინდა ჯარი მირჩენია. მე ახალი არ მინდა ძველი მიჩენია. ვარსტეთი კუსტარაკრას. კაი, მიდაჯექი ხა დალი. მიდი, ჩაი დალი. დეგა, ამი შუქი სათვალე. რა? მეცინება. კიდე მეცინება. კაი, გაიწიდე და ყავას დავლებ, თორე გავიდა დრო, ჰა. წყალი რომ მინდოდა პირველი დამავიწყდა. გოდე მინდი დედიკო წყალი დამისხე. მწვანეში მოდი, აქე რა მაგიდას. სათამაშო არ არის? სათამაშო არ არის, მამიკოს უყვარს ის და გაგიჟდება რომ გააფუჭო. ჩადე. ადა ჩადე. ოურო, ჩიჟამირო. ჩიჟამერო. ჩი. ხოდებერო. ჩი. მოკლედ ეხა შაქას გავუკეთებ ერთი წამი მე. მოკლედ პაჭკით გამოვიტანე იქიდან. საკუჭნა უნდა და მე ჩავყრი იმებში. დამარტავია ჯერ ადადალებს მერე. ოთახები დალაგებული მაქვს, მარტო გამოუწმენდი ისევ და всё. ეს გადავწმენდ და მორჩა. მოხასი ისინი მაქვს დასაკეცი ფორმები. სხვა დანარჩენი გუშინ რაც იყო ყველაფერი დავკეცი. დამგვარად. Ada. Çay da gel yerim artık. Segamos, salada de meio, Segamos,
ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით.